შეიძლება აი თქვენი როგორ ითქვა უახლოესი მიზნები რას აპირებთ, როგორ აპირებთ და აი შენო კითხოთ საკადროსრილებთან დაკავშირებით. სამომავლო გეგმები არის, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებაა, რომ გავიცნოთ პირველ რიგში სიტუაციას გურიაში, სოციალური მდგომარეობა გამოვასწოროთ და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, ანუ ბიზნეს სექტორის დაინტერესება სხვადასხვა სახის, რომ გურიაში რაც შეიძლება მეტი წარმოება გაკეთდეს და რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა დასაქმდეს. საკადროსრილებთან დაკავშირებით თუ იქ სამხარეო ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან თანამშრომლობთ თუ ჯერჯერობით მაგაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ჯერ არ შევხვედრი ვარ თვითონ კადრს, უნდა შევხვდე, უნდა გავიცნო და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ მაგასთან დაკავშირებით კომენტარს. თქვენი ბექგრაუნდი თუ შეიძლება რა უთქვას მაყურებელს? ჩემი ბექგრაუნდი არის ბიზნესმენი ვიყავი, ანუ 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა კონცერნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, ძირითადად მენეჯმენტის კუთხით მოღვაწეობდი სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა ბიზნესში. შეგვიძლია. ახლა ერთი და всё. კარგით. ასევე გახლავთ საგანგებო სიტუაციის მარკის სამსახურის შემსრულებელი ბატონი გურამი დანაშენიძე, საფინანსო სამეურნეო სამსახურის უფროსი ბატონი ზიას ფედარაშვილი, რეგიონული განვითარების ბატონი მამია ბარაკიძე, სახელმწიფო დინამიკურ სამსახურის უფროსი ბატონი არჩილ ყაზრაიშვილი და რეგიონული განვითარების სამსახურის თანამშრომლები, რომელსაც აქვს მრავალი 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება, 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება, თანამშრომლები დამოკიდებულება სასწავლებელი ყოველდღიური გაცნობა საკითხებში, ახლა სავარაუდოდ დღეს უკვე დავიწყეთ ხდება საერთოდ როგორი სიტუაცია და აქედან გამომდინარე მე უკვე თავისთავად